და ახლა კი გირჩის ერთ-ერთი ლიდერი, სათათბიროს წევრი სანდრო რაქვიაშვილი გვერდება. საგამომშვიდობისა ბატონო სანდრო, თქვენი პარტიის ამბავი გარკვეულია, შეიძლება ასე ითქვას მონაწილეობა არ მონაწილეობის ნაწილში, თუმცა უსმედით ალბათ წინა სტუმარსაც ჯერ ცდილობენ ისინი რომ რაღაც კოალიციებთან ერთობას მიაღწიონ, მაგრამ თუ კი ლელომ გადაწყვიტა მონაწილეობა მაგალითად თქვენ აპირებთ თუ არა რომ გახარიებთან ლელოსთან, გახარია საქართველოსთვის პარტიას გულისხმობ ლელოსთან და მათთან ერთად დასხდეთ და არჩევნების საკითხზე რაღაც ერთობაზე, ერთიან სტრატეგიაზე იმუშაოთ თუ გირჩით დამოუკიდებლად, ასე ვთქვათ, მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში. მოგესალმებით მესამე მაყურებელს და დიდი მადლობა მოწვევისთვის. ჩვენ ზოგადად სულ მომხრე ვიყავით, რომ ოპოზიციურ ფლანგზე იყოს ერთიანობა. მათ შორის იმიტომ რომ შენ ოპონენტს რაღაც 100-ჯერ და 1000-ჯერ მეტი რესურსი აქვს. უბრალოდ არასერიოზულია ხა მე რო თქვა კამპანიაზე დავხარჯე რამდენიმე 100,000 და ჩემი შეფასებით ქართულ მოსახლეობამ შეიძლება მილიარდზე მეტი დახარჯა. უბრალოდ არასერიოზული რო თქვა რომ მე აგერ ერთპარტიულად დავამარცხებ ქართულ ოსნებას. მაგრამ როცა გაქვს რამდენიმე პარტია თავისი რესურსებით, თავისი მხარდამჭერებით, ეს უფრო რეალისტური ხდება. ამიტომ სულ მომხრე ვიყავით და ნებისმიერი ასეთი ტიპის გაერთიანება თუნდაც აი ჩვენთვის რაღაცნაირად უცნაური და სულ ახსნადი ბოიკოტიც ისიც კი უფრო გასაგები გახდებოდა რომ მართლა ყოველს გაეკეთებინა ვიდრე ვიღაცა ბოიკოტშია, ვიღაცა ნახევარ ბოიკოტშია, ვიღაცა არის ბოიკოტში და ამ შემდეგ ეს ხო უბრალოდ რესურსების გაფლანგვა და მით უმეტეს დიდი ხანია საუბრობდით რომ გავერთიანდეთ საერთო კანდიდატი ვიპოვოთ, არაპარტიული კანდიდატი ვიპოვოთ, რომელიც არ იქნება რაღაც მიკერძოებული და დიდ ქალაქებში ჩვენ ვთქვით, რამდენი ხანი თებერვლიდან ამას ვამბობთ და დიდ ქალაქებში წინაარჩევნებზეც მოიგო ოპოზიციამ და მოდით სადოთ ადგილურ არჩევნებზე მოვიგოთ. ჩვენ ამაზე ეს მარტო საჯარო არ გულაპარაკე, ისედაც ოსა ველაპარაკებოდით ოპოზიციონერებს, კოლეგებს, რომ მოდით ასე გავაკეთოთ, ასე უხსნით. მაგრამ გავიდა დრო. მათ შორის ლელო და გახარია რომ ამბობდნენ რომ ამის დრო არის და შემოგდებული თემა მაშინ იყო ამის დრო. კი, ღალატად საცხოვრებდა საუბარი თვითმმართველობის არჩევნებზე მათი. ამასობაში ისინი ხარჯავდნენ დროს რომ დაერწმუნებინათ მათი მხარდამჭერები რომ არჩევნები გაყავდა ისეთან ის კი არა რომ გაყავდა დარღვევები რო იყო ხა ამას მეგონი ქართულ ოსნებას არ უარყოფს, მაგრამ ხო ამბობდნენ რუსული სპეცოპერაცია და რაც უნდა ის დაწერეს და თუ ამის დღემდე გჯერა თუ რასაც უნდა იმას დაწერენ, მაშინ რა არჩევნებში მიდიხარ მართლა. ანუ ამ სხვა აბსურდი აქვს. ეს ხო თვითონ დაარწმუნეს თავისი მხარდამჭერები და ამიტომ მათივე მხარდამჭერების გადასახედიდან უცნაურად იქცევენ ახლა. იმისაც რომ ეღიარებინათ მინიმუმ ის ცხადი ფაქტი, რომ შეიძლება შინაგანი რწმენა გქონდეს რომ გაყავდა არჩევნები. ვერ დაამტკიცე, ხო ვერ დაამტკიცე და აღიარე შეცდომები და გადადი შემდეგ ეტაპზე. აი თუნდაც აი ეს მინიმალური ძალისხმევა ყოფილიყო, ეს ყოფილიყო არა დღეს, არამედ 3 თვის წინ, ამორჩეული მომზადებული ყოფილიყო, არ გაფლანგულიყო მათი ემოციური ენერგიაც უშინაარსო პროტესტზე. ახლა სხვა რეალობა იქნებოდა. კი, და პროტესტსაც ეთყობა ეს ხო, რომ რაღაცა ხალხის რაოდენობა მინალდა უფრო ნაკლები ადამიანია პროტესტებს მიუხედავად იმისა, რომ კი 200 დღეა უკვე ეს პროტესტი გრძელდება. და წამიგეთ რას ყველაზე ქართულ ოსნებისთვის სასრული სურათი დგება ახლა, იმიტომ რომ არანაირი ერთობა არ არის. ნაციონალურ მოძრაობა და ნეონაციები თუ კოალიციებისთვის ამ შემთხვევაში არ იღებენ მონაწილეობას არჩევნებში, ლელო და გახარია იღებს მონაწილეობას არჩევნებში, თან როგორც ისე რაღაცნაირად გაურკვევლად, იმიტომ რომ ჩვენ მაგალითად გასაგები მიზანი გვაქვს, ჩვენ რომ დავინახეთ, რომ ესენი აღარ იღებენ, აღარ ცდილობენ ქართულ ოსნებმა დაამარცხონ. ცადეთ, ველაპარაკეთ, დეკემბერში, ნოემბერში მიტინგი მოვაწყეთ, იქნებ შეგვიგვირთეთ, დაუდეთ გეგმა რა გავაკეთოთ არჩევნების შემდეგ. დეკემბერში ერთობა შევთავაზეთ და თქვით, რომ ჩვენ საბიუჯეტო დაფინანსებაზე უარს ვიტყვით. ოღონდ ერთობა გამოვიდეს. აი მილიონებზე რო უარს ვამბობ, რით დაგიმტკიცო მეტი, რომ გულწრფელი ვარ ჩემს სურვილში. მაგრამ ამაზეც არ წამოყვა. მე ერთიანი კანდიდატის იდეა შევთავაზეთ, რომ მოდით იქნება ასე გავერთიანდეთ და ქალაქები მოვიგეთ და ბოლოს ახლა ჩვენს ხო დედატერაზე არ ვართ, რომ მათ მომავალზე ვიზრუნოთ. ცადეთ, მივხვდით, რომ ისინი მოგებაზე აღარ თამაშობენ და ახლა ჩვენ ძალიან მარტივი მიზანი გვაქვს, რომ ჩვენ გირჩი გავძლიერდეთ. მეტი გირჩელი გყავდეს საკრებულოში, მეტი მხარდამჭერი გყავდეს, რომ არჩევნები როცა იქნება საპარლამენტო, აი მაშინ ვერავ თუ ძლიერები მივიღეთ. მოგწადოთ იმისთვის, რომ თქვა ეხლა რომ ბარიერი ვერ გადალახეთ, რაღაც უკეთესი შედეგი აჩვენოთ საპარლამენტოზე. კი, რა თქმა უნდა, მე მინდა რომ ჩვენ მხარდამჭერებს საკრებულოში ყავდეს ადამიანები, თუმცა დაურეკავენ, პრობლემა რო აქვს, შლაგბაუმის იქნება თუ რაღაც გზის და დაურეკავენ და სწხოვენ თავის წარმომადგენლებს საკრებულოში დაეხმაროთ. და სხვები რომ დაინახენ, რომ ჩვენი საკრებულოები ასე მუშაობენ, ზოგადად ჩვენი პარტია ასე მუშაობს, არჩევნებზე ბერად უფრო დიდი ხარჯები გვექნება, მათ შორის რეგიონებში სადაც მაგრამ ეს ყველაფერი
თქვენ ამბობთ მან შემდეგ რაც საკრებულოში უკვე იქნებით. ვიქნებით. მაგრამ მოდი დავიწყოთ იქით ჯერ არჩევნებში მონაწილეობაზე. რისი იმედია გირს გულისხმობ რას, ანუ რა შედეგს ელოდებით და ფიქრობთ რომ ეს შედეგი შესაძლოა არჩევნების შემდეგ საპარლამენტოში სადაც 5%-იანი ბარიერი ვერ გადაახეთ და 3%-მდე აიღეთ, შეიცვალა იმ ფონზე, როცა ოპოზიცია არ მონაწილეობს თუ ოპოზიციურ ამომრჩეველზე სხვა პარტიების ამომრჩეველზე აპირებთ მუშაობას თუ გირჩის ამომრჩევლის გაზრდას ვარაუდობთ თუ მოკლედ აი რა მოლოდინი გაქვთ იმისათვის რომ საკრებულოში ნამდვილად მოხვდებით ჯერ კი მე ზოგადად ბევრი სხვა ჯგუფისგან ველოდები დამატებით ხარდაჭერას გარდა იმ 62000-ისა რომელიც უკვე ხმა მოგცა აი წარმოიდგინეთ რა სურათი დადგება 5 ოქტომბერს თუ იგივე გაგრძელდა რაც ახლა ხდება 5 ოქტომბერს ბატონ ბიზნეს შეძლებს თქვას რომ ნაცები გაანადგურა ნაცები არ იქნებიან არც ერთი პანდემიანი პარლამენტში არც ერთი მოლოდინი რომ ნაციონალურ მოძრაობა გადაწყვეტილება შეიცვლის არ ამგონია მაგრამ იმიტომ რომ ეხლა გეტყვით რატომ მკვეთ არც ერთი პარლამენტის წევრი არც ერთი საკრებულოს წევრი არანაირი დაფინანსება არც ერთი ტელევიზია არაფერი აღარ იარსებებს არც ნომერი ექნებათ არც რა ვიცი სარეკლამო დრო ტელევიზიებში არაფერი აღარ ექნებათ და მეტი ხა ციხეში ხوار ჩასავდა ყველას თან ზის ლიდერი ციხეში უზით მეტი რა ქთას რეპრესიებს ხوار მოაწყო ხوار დახვიტავს ხალხს იტყვის რომ რა დაგკვირდით გავაკეთებ ჩემთვის უცნაური ამ ისტორიაში მხოლოდ ის არის რომ ნაციონალურ მოძრაობას ხელს უწყობს თვითონ მიყვება ამ თამაში მე მგონი ლეო და გახარი უბრალოდ მიხვდნენ რომ იძირებიან ნაცებთან ერთად და ამიტომ გამოდიან უბრალოდ ან ეს კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა რასაც ხელისუფლება უწოდებდა ფიქრობთ რომ აქედან თავის დაღწევას ცდილობენ თქვა სხვა პარტიები კი იმიტომ რომ ეს ხო შეიძლება ესე ჟღერს რაღაც კოცურად რომ კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა მაგრამ თვითონ არ ამბობდნენ რომ ვისაც გინდათ ის მიეციე ხმა თუ ამბობ რომ 4-5-25 ყველა ერთი იგივეა მაშინ რა ვიცი ნაცები ხართ აბა მიხართ თქვენ თვითონ თქვით ეს მე არ მეთქონს და კობახიძეს არ უთქონს მაგრამ მიხვდა რომ იძირებიან ნაცები თვით თავისინებით რატომ აკეთებენ ამას მაყურებელს თვითონ გადაწყვიტოს უამრავი ვერსია შეიძლება იყოს მაგრამ ფაქტია რომ იძირებიან 5 ოქტომბერს ასე თუ გაგრძელდება აღარ იარსებებს არანაირი ნაციონალური მოძრაობა იმიტომ რომ რა არის პარტია თუ არც ხალხი ყავს არც ფული გაქვს არც ტელევიზია არც არაფერი არ გაქვს არც პარლამენტში ხარ არც არც არ ხარ ხო და მიხვდა რომ იძირებიან უნდა გადაწყვიტეს რომ გადარჩნენ და რაღაც გამოდიან მაგრამ ამ ნარატივს რომელსაც მიყვებოდნენ ნაცებთან ერთად ამას ვერ გამოეთიშნენ ისე ამბობ რომ გაყავდაო და მე ამაშვილე ეკითხება კაცო თუ გაყავდა სად მიდიხარ თუ რასაც გინდა იმას წერენ სად მიდიხარ მაგრამ სიტყვა რევოლუციას ვერ ამბობენ ალბათ რევოლუცია რჩება თუ არჩევნებში არ მიდიხარ ამას ვერ ბედავენ და აი ასეთ უცნაურ პოზიციაში იმყოფებიან და ამ ფონზე ამიტომ ამ ფონზე თუ ნაციონალური მოძრაობის ამორჩეველი დაინახავს რომ აი ასე გადააგდეს ფაქტურად ნაცები ხო გადააგდეს თავის ამორჩეველი არა მარტო ის იმ არჩევნებზე მისახმა ვინც წლებია მათთან ერთად იყო და გადააგდეს, იმიტომ რომ ქრებიან, აღარ იქნება 5 ოქტომბერს აღარ იარსებებს ნაციონალური მოძრაობა. და ბიზნეს იმაშვილი შეასრულეს თავის დაპირებას. და ხო გადააგდეს და ვიღაც ხო მიხვდება რომ გადააგდა. და მე მგონი ერთადერთი ადამიანები ვართ საერთოდ პოლიტიკურ სპექტრში, ვინც უბრალოდ თანმიმდევრული ვიყავით, მათ შორის ნაცებთან თანამშრომლობაზეც. თორე ერთადერთი ხალხი ვიყავით, მაგალითად მოძრაობის ამომრჩეველზე იმუშავებს. ყველაზე ვიმუშავებ და მაგალითად ერთადერთი პარტია ვიყავით, ვინც მიშას პოლიტპატიმრას ვეძახოდით ნაცების იქეთ. აი ნაცმოძრაობის ოდნავ ადეკვატური ამორჩეველი, ოდნავ კრიტიკული, ახლა ვიღაც ზომბირებული პროპაგანდით გავიგე, შეიძლება იმას არაფერი არ ეშველოს, როგორც ყველა პარტია შეიძლება ასეთი ყავდეს, მაგრამ ოდნავ ადეკვატური ამორჩეველი, რომელიც მიხვდება, რომ გადააგდეს. თავისმე პარტიამ გადააგდა. 12 წელი გულწრფელად რომ ხმას აძლევდა ნაცმოძრაობას, რა მიზეზიც არ უნდა იყოს და რომ გადახედოს პოლიტიკურ სპექტრს. ქართულ ოცნებას გასაგებია ხმას არ მისცემს. აგერ გახარია რომელიც მიშას ლანძღავს და ციხეში უნდა იჯდეს, აგერ ლევონს უნდა რომ მიშა ციხეში იჯდეს. აი უბრალოდ თუნდაც ამ მარტივი კრიტერიუმით რომელ პარტიას ნახავს რომელიც მის ლიდერს რომელიც გასაგებია მიხეილ სააკაშვილი ნაცმოძრაობა მის ლიდერი ის მივათ რაღაც ტიპის ადეკვატურობას გამოიჩენდა იმიტომ რომ მე მივიშორი ანგელოზია მე მივიშორი 100 არ უნდა იჯდეს ციხეში ამ სასამართლოდ არ უნდა იყოს გასამართლებული და ბოლოს და ბოლოს კარგი სასამართლო როგორ იქნება და ან ნაფისაჟლები ყოფილიყო რომ გაესამართლებინა მე პრობლემა არ მექნებოდა მიუსჭირდნენ ციხეში იყოს ციხეში წარზის ფაქტობრივად საავადმყოფოში ეს ხო რაღაცაზე მიუთითებს მე მგონი ამაზეც უნდა დაფიქრდეს ამორჩეველი რომ ქართული ოცნება ასე ციხეშიც კი არ უშვებს მიხეილ სააკაშვილს იგივეზე უნდა დაფიქრდეს ნაციონალური ქართული ოცნების ამორჩეველი იმიტომ რომ რამდენი ამორჩეველი იყო რომელიც ამბობდა ჩვენს გვირეკავდა ქუჩაში ხდებოდა რომ კი იცით მოგწოხათ ასე ისე მაგრამ აი ქართულ ოცნებას მივეცით ხმა იმიტომ რომ აი ისინი რო დაბრუნდნენ ეხლა ხო აღარ ემუქრება ქართულ საზოგადოებას ნაცების დაბრუნება ქრებიან აი რამდენიმე თვე და აღარ იარსებენ ნაცები თქვენ ესე ფიქრობთ რომ ნაციონალური მოძრაობა რომ არ დაბრუნდეს ანუ თუ არჩევნებში არ მიიღებს მონაწილეობას ბუნებრივია საკრებულოში არ იქნება რომ საერთოდ გაქრება ველიდან როგორც პარტია ასე კი რა თქმა უნდა აბა რას ნიშნავს პარტია თუ არა ეს ყველაფერი
ხო, არა, ამ კითხოს ხო ჩვენს მეც უსვამ. რაღაც ახალი პარტია თუ არ ხარ, რას აკეთებ? შეიძლება თინა ბოკოჩავ ახალი პარტია დაარსოს. პროტესტი ამბობენ. არა, ეს არაფერში არის ნებისმიერ პროტესტს ხო ჭირდება რაღაც პარტიული სტრუქტურა. რაღაცისთვის ხო აკეთებ? ის რომ პროტესტები მიდიხარ, მე არჩევნებს ვიღაც ხო უნდა გააფერადო, ანუ რაღაც პარტიული მიკოთმობა უნდა იყოს, მაგრამ არ გამოდის ეს. და როცა ეს მოხდება და აღარ შეგეშინდებათ ნაცების დაბრუნების, რომ უკვე აი საფრთხე საერთოდ არ არის. ქართულ ოცნებას ფაქტობრივად გარანტირებული არა თუ მოგება იქნებათ ამ ვითარებაში, აი ხარაც ხდება, რომ მე მგონი უბრალოდ რა ვიცი, პრობლემა იქნებათ 70%-ზე მეტი არა იყო. ამ ვითარებაში ქართულ ოცნების სამართლიანი როდესაც მართლა ალტერნატივას თავაზობდით ყოველთვის. მე მიმედი მაქვს, რომ ძალიან ბევრი დაგვიჭერს ხარს. და არა მარტო ბოლოს ქუჩაში ვინც დადის, აი მოდიან ხოლმე ზოგჯერ ჩვენ ოფისი უშუალოდ პარლამენტთან გვაქვს და ხშირად გვაქვს კომუნიკაცია ხალხთან, ვინც ამ პროტესტზე დადის და გაბრაზებული ბუნებრივად ჩვენც ხო ასე ვთქვათ მათ ვაკრიტიკებ და ასე ვთქვათ წვავეთ და მოდიან გაბრაზებულები რატომ გლანძღავთო გვეუბნებიან და რომ ველაპარაკები ხვდები რომ თვითონაც დაბნეულები არიან, არ იციან რას აკეთებენ. ერთმა მხარდა ასეთმა პროცესმა მოწმე თქვა, რომ კონსტიტუციას იცავს და ვისგან იცავს მეთქი მთავრობისგანო და გამოვიდა რომ კობახიძის კონსტიტუციას კობახიძისგან იცავენ. და ცოტა უცნაურად გამოიყურება ხო როცა ამას პროტესტზე ზახი. და ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ნების აი ამ ჯგუფშიც კი თუ ვიღაც მიხვდება რომ უკვე გადააგდეს, დაიღალა, ხო შეიძლება ადამიანი დაიღალოს და მივიდეს სახლში, დაისვენოს, დაფიქრდეს, ამ ემოციებისგან რაღაც ასე ვთქვათ დამშვიდეს. და დაინახავს რომ უბრალოდ ჩვენ სულ გვინდოდა რომ შეგვეცვალა ქვეყანა. და უბრალოდ მიუხედავად იმისა რომ ლელოსთან ხშირად ქონია კონფლიქტი, გახარიებთან რაღაც მეუბნებით რომ კარგით ეხა თუ მოგება გვინდა მოდი ვიდეო. მზად ხართ რომ დასხდეთ ხო იგივე ლელოსთან. ჩვენ სულ მზად ვართ, მაგრამ ლელო თქვა რომ დისკუსიებს გავხსნით, თავის ტელევიზიებზე რატომ არ დაიწყეს დებატები, რატომ არ გახსნეს დისკუსიები. ჩვენ ზოგადად მივისცემთ რომ პოლიტიკის თავარი ასე ვთქვათ ვალდებულება ილაპარაკოს. ჩვენ ქართულ ოცნებასთან ლაპარაკობთ, ნაციონალურ მოძრაობასთან ლაპარაკობთ. ზოგადად ლაპარაკი თუ არ არის ხო ჩხუბი იწყება. პოლიტიკა იმიტომ უჭირდება რომ ჩხუბი არ დავიწყოთ. და მე თუ ამბობ რომ ვიღაცასთან არ ვილაპარაკებ, მე ხო უკვე ჩხუბისთვის ვემზადები. და მე საერთოდ არ მინდა სამოქალაქო დაპირისპირება საზოგადოებას, არ მინდა პოლიტიკური დიალოგის მომხრე. კი, ამიტომ ჩემთვის მე შეიძლება დაგელაპარაკოთ პირობითად თქვენ აღვეცავთ ჩვენ ოპონენტს და არ დაგეთანხმოთ და ვერ შევთანხმოთ. მაგრამ ლაპარაკზე უარის თქმა ეს ჩვენი სტილი არის. ამიტომ თუ ვინმე დისკუსიას დაიწყებს ჩვენ სიამოვნებით მივიღოთ მოწმობა. და ბოლო მინდა დაგისვათ აქ იაგო ხვიჩია იყო ცოტა ხნის წინ გადაცემაში და მან თქვა რომ აი ალექსანდრე ჩივაძეო მაგალითად რომ ერთიან კანდიდატად დავასახელოთ თბილისში ძალიან პატივსაცემი ადამიანი ნამდვილად ყველასთვის ალბათ. მაგრამ თქვენ თუ მარტო დარჩით, იმიტომ რომ ისაუბრობთ რომ შესაძლოა ისაუბროთ თვითონ ლელო და ის პარტიები ვინც შეიძლება მონაწილეობა მიიღონ, ისინი საუბრობენ ერთიან კანდიდატზე. ანუ თუ კი დამოუკიდებლად მიიღებთ მონაწილეობას, გეყოლებათ თბილისში კანდიდატურა და შესაძლოა ეს იყოს თქვენი ლიდერი თუ მაინც რაღაც ნეიტრალურ პირზე აპირებთ რომ შეჩერდეთ. თუ კი ხართ დამოუკიდებლად ამ განაჩენზე მოსმენილი მაქვს. ჩვენ იცით რომ ერთ-ერთი პარტია ვართ ვის დაფინანსება მხოლოდ მხარდამჭერებზეა. და ერთ-ერთი პარტია ვარ რომელსაც დაფინანსება საჯაროა და ყველა მიცის. თქვენ შეგიძლიათ შეხვიდეთ საიტზე და ნახოთ ვინ რამდენი გვაფინანსებს, როდის და ასე შემდეგ. და ადგილობრივი არჩევნები და ხშირად მას ნათქვამი არის ძალიან რთული არჩევნები, მაშინ ფინანსური რთული არჩევნები, 64 სხვა არჩევნები აქვს ფაქტობრივად 4 ოქტომბერს. ამიტომ რაღაც ადეკვატურობის ფარგლებში ჩვენ ძალიან შეზღუდული რესურსები და მერის არჩევნები, მithmesh თბილისის მერის არჩევნები, ეს არის კატასტროფულად რთული ამოცანა. უზარმაზარ ქალაქში უნდა მოიპოვო უმრავლესობა. და ეხლა მე რო თქვა რომ ჩემი რესურსებით პარტიას რომელსაც შეიძლება რა ვიცი 100%-ზე პრეტენზია გქონდეს, მაგრამ აი მე ხო არა ადეკვატურად გამოჩნდები 50%-ზე მქონდეს პრეტენზია, ხო? რომ მე ხა მერობისთვის სერიოზულად ვიბრძვი, ეს არ იქნება თლა დამაჯერებელი. ანუ შესაძლოა კანდიდატი არ გყავდეთ საერთოდ. ამოცემულობით ასე ჩვენ ხა ჩვენ თავი ამოცანა საკრებულოში რაც შეიძლება მეტი ადამიანი გამიყვანს სხვა რეგიონში, მაგრამ მე ხა რომ გამოვრიცხო ეს ამას ვერ გამოვრიცხო, იმიტომ რომ შეიძლება ისეთი კონფიგურაცია დადგეს, რომ ბოლოს და ბოლოს მეორე ტურის შანსი იყოს და აი მეორე ტურში პირველ ტურში ოპოზიციო კანდიდატს უნდა ვაჯობ. იქ შეიძლება თერული ამის ახსნა იყოს და გამართლებაც. მაგრამ ჯერჯერობით და ამ ვითარებაში ჩვენ ამაზე უბრალოდ არ მუშაობთ. ხო, მუშაობთ უფრო საკრებულოში შესვლაზე. ჩვენ ზოგადად გვინდოდა გამარჯვება. გამარჯვების ვიბრძოდით და როცა გამოვიდა გამარჯვება არ უნდა ოპოზიციას. ეხლა ჩვენი ამოცანა ჩვენ გავძლიერდეთ. რომ ჩვენ უფრო ძლიერი პოზიციებით ვიყოთ ზოგადად ქვეყანაში წარმოქმნილი 5 ოქტომბერს. თუ აღმოვაჩინეთ რომ რაღაც სიტუაციაში მერობის კანდიდატის დაყენება ამას ხელს შეუწყოს, ბუნებრივია ჩვენ ამას გავაკეთებ, მაგრამ ახლა ამ ვითარებაში ეს უბრალოდ ფუჭი ხარჯია და ამიტომ აპორტებით რას იზამენ სხვა ოპოზიციური პარტიები, როგორც ხვდები, ხო? მაგრამ ანუ ერთობის შემთხვევაში თუ კი სხვა კოალიციები გაერთიანდებიან ან სხვა პარტიები ვინც იღებს მონაწილეობას, გირჩიც თანახმაა რომ ამ ერთობის ნაწილი იყოს. ხო ხვდებით რომ
ერთი ხრი ძალიან გვიანია ამაზე საუბარი. მე ამჯერა რომ ეს მოხდება, გულწრფელი რომ ვიყოთ. ამჯერა და მე არ მგონია რომ ეხლა ხვალ შეიკრიბება მთელი ოპოზიცია და იტყვის რომ რა კარგია, მოდი მოვიგოთ და მოდი გავერთიანდეთ და მაჟორიტარი კანდიდატების ხო შეთანხმება საჭირო. ისე ვერ მოგებ ქართულ ოცნებას. და ასობით ადამიანზე უნდა შეთანხმები. მერობის კანდიდატზე უნდა შეთანხმდე. კამპანია ერთად უნდა დაგეგმო. მე ამის ვარ ამჯერა მართლა. მე შეიძლება დავიჯერებდი ეს რომ მოხდარიყო თებერვალში ამაზე საუბარი, რომ მოვასწრებდით. ეხლა ამჯერა, ამიტომ რო გითხრათ რომ მე ამაზე დავეთანხმები, არ იქნება თვალ გულწრფელი. საუბარი თუ დაიწყება, მე სიამოვნებით მივარ და დაველაპარაკები. თუ შანსი იქნება რომ გამარჯვებაზე ისე ვიმუშაოთ, ჩვენ ამაზე, ასე ვთქვათ, რაღაცნაირად ჩვენ წილს შევიტანთ. მაგრამ რეალურად რო შეხედოთ, ჩვენ იმიტომაც შევსვალეთ ჩვენი მიდგომა, რომ დავინახოთ რომ გავიდა. და ამის შანსი მე მგონი უკვე აღარ არსებობს. მადლობა დიდი, ბატონო სანდრო, წარმატებას გისურვებთ. სანდრო რაქვიაშვილი, გირჩის ერთ-ერთი ლიდერი, პასუხობდა ღამის კურიერის კითხვებს და